მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ქალთა კლუბის თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევითაც შედგა დღევანდელი საღამო. უღრმესი მადლობა და ერთი კიდე პატარა სიურპრიზი, რომელიც თითოეულ თქვენგანს საგვერდით დარბაზში ელოდება ფურშეთთან ერთად, ამას იქ გადაცნობთ. ჩვენი ერთ-ერთი ქალთა კლუბის ერთ-ერთი წევრი ეკა ვარდაველიძე. მოგზავნით ძალიან გთხოვთ. სპეციალურად ქალთა კლუბისთვის შექმნილი ერთი თაობის სხვადასხვა პროფესიის 32-მა ქალბატონმა ქალთა კლუბი დააარსა. დღეს უკვე ისინი საზოგადოებას იმ საქმიანობის შესახებ უყვებიან, რაც ამ ერთი წლის წინ განახორციელეს და ასევე ისინი ორიგინალურად აღნიშნავენ დღევანდელ იუბილეს. როენა კახიძე ამბობთ. ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენის დარბაზში დღეს ქალები რეგიონების განვითარებისათვის ბაზაზე არსებული ქალთა კლუბის ერთი წლის იუბილე გაიმართა. ასოციაციის პრეზიდენტმა და ქალთა კლუბის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გაწეული სამუშაოების შესახებ ერთგვარი ანგარიში ჩააბარეს. მათ მიერ საიუბილეო საღამოზე ტელეკომპანია რიონმა მეგობრობისა და მუდმივი საინფორმაციო სამსახურისათვის საპატიო სიგელი მიიღო. ასევე ის დაწესებულებებიც დაჯილდოვდნენ, რომელთა მხარდაჭერას ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ქალბატონები ყოველთვის გრძნობდნენ. ქუთაისელი საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ წარსდგა ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის. საპატიო სიგელებით დავაჯილდოვეთ ყველა ის მეგობარი, რომლებიც მთელი ამ ერთი წლის მანძილზე ასოციაციას და ქალთა კლუბს ედგა გვერდით. საიუბილეო საღამოზე ქალთა კლუბს 5 ახალი წევრი შეემატა. თამთა კვიმსაძე, ეკათოფურია, მაკა აბულაძე, ნატო კოხრეიძე და თამარ გამრეკლიძე დღეიდან მათ საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული. ახლად შემატებულ ქალბატონებს კლუბის ემბლემა ორფერი სამაჯური გადასცეს. დღეს ამ დიდი თეატრის მცირე სცენაზე ჩვენ გავაკეთოთ ფოტომატიანე ქალთა კლუბის მუშაობის ამსახველი. აგრეთვე გაშვებული იყო ვიდეო კადრები, რომელშიც ასახული იყო ის მუშაობა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ეწეოდა ქალთა კლუბი.
ძალიან ბედნიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქალთა პრობლემების მოგვარებაში, ქალთა აქტივობისა და მისი ინფორმირებულობის საქმეში ჩვენი მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ. ასოციაციას ქალები რეგიონების განვითარებისათვის კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია შეემატა. დღევანდელ დღეს ქალები რეგიონების განვითარებისათვის ორგანიზაციას საიუბილეო თარიღი არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შემადგენელი ნაწილი ეს არის გაერთიანება არტ მუსიკის პრეზენტაცია. ფაქტურად ეს არის იმ მუსიკოს შემსრულებელთა ის დაჯგუფება, რომელსაც ჩვენი ქუთათურები ძალიან კარგად იცნობენ იმ ღონისძიებების მიხედვით, რომელიც მათ ჩაატარეს 2007 წლის გაზაფხულზე, 2007 წლის ზამთარში საახალწლო ღონისძიება, მაგრამ დღევანდელ დღეს ამ გაერთიანებას მიენიჭა იურიდიული სტატუსი და ისინი დაფუძნეს სწორედ აი ამ ორგანიზაციის საფუძველზე. ქალთა კლუბის მრავალფეროვანი საიუბილეო საღამო საპრეზენტაციო კონცერტით დასრულდა. პროგრამაში რეკლამის დროა დაგველოდეთ, ჩვენ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.